უსაფრთხო სამუშაო გარემოში საქართველოს კონსტიტუციის 26 მუხლით გარანტირებული უფლება. 2018 წელს საქართველომ მიიღო შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონი, რომელთაც დადგინდა არაერთი პროგრესული ვალდებულება დამსაქმებლისთვის. პირველ რიგში აქ იგულისხმება პრევენციული ღონისძიებების გატარების ვალდებულება, ასევე დამსაქმებულთა ინფორმირების ვალდებულება, ინსტრუქტაჟის პერიოდულად ჩატარებისა და ამ ინსტრუქტაჟის პრაქტიკაში აღსრულებაზე კონტროლის ვალდებულება და რა თქმა უნდა, უშუალოდ სამუშაო პროცესში თუ კი დადგება უბედური შემთხვევა, ამ შემთხვევაზე შრომის ინსპექციის ინფორმირებისა და უბედური შემთხვევის შედეგების აღმოფხვრვის ვალდებულება. რაც შეეხება ზოგადად პრაქტიკულ სიტუაციას საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი მივიღეთ და საქართველოს კონსტიტუციაშიც ჩაიწერა უსაფრთხო შრომის სამუშაო გარემოს უფლება, სიტუაცია მაინც საკმაოდ მძიმეა საქართველოში. 2021 წლიდან და მანამდე შრომის ინსპექციას შეეძლო შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის თაობაზე დამსაქმებელთა შემოწმება, თუმცა მაინც საქართველოს ევროპის კონტინენტზე ჯერ კიდევ მოწინავე ადგილებზეა სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევებით, რაც რა თქმა უნდა სამწუხარო სტატისტიკა და სამწუხარო ფაქტია. პრაქტიკაში პრობლემებს, რასაც ვაწყდებით, მაგალითად პროფკავშირები არის ის, რომ დასაქმებულებისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ატარებს ფორმალურ ხასიათს. ხშირად ხდება ისეც, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი საუბრობს გაუგებარი ტერმინოლოგიით, ან საერთოდაც არ ატარებს ამას ფიზიკურად ასეთ შეხვედრებს დასაქმებულებთან და უბრალოდ ხელს მოაწერინებს ხოლმე ინსტრუქტაჟის ჩატარების შესახებ ფურცელს. შესაბამისად დასაქმებულებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რა რისკები არსებობს სამუშაო ადგილზე და როგორ უნდა გაანეიტრალონ ეს რისკები. ხშირად ხდება ისიც, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს მიაწვდის ან ყიდ შეიძენს ხოლმე დამსაქმებელი, მაგრამ დასაქმებულები ამას არ იყენებენ სამუშაო პროცესში, რომ არ იყენებენ ამის თაობაზე კონტროლს არ ახორციელებს დამსაქმებელი იმ მიზეზით, რომ მე ხომ ვიყიდე შევიძინე და დასაქმებული გამოიყენებს თუ არა, მაგალითად დაიფარებს თუ არა ჩაფხუტს ან ხელდათმანებს ჩაიცვამს თუ არა, ეს მე აღარ მეხება. სინამდვილეში ეს არ არის კანონის ნება. კანონმდებელმა დაავალდებულა დამსაქმებელი, რომ არა მხოლოდ შეიძინოს და მიაწოდოს დასაქმებულებს, არამედ გააკონტროლოს ისიც, რომ მაგალითად ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გამოიყენება კიდეც სამუშაო პროცესში. 2022 წლის ივლისის თვეში ასევე საქართველოს შეიმუშავა ძალიან ისეთი პროგრესული და მრავლის მომცველი ტექნიკური რეგლამენტი. ამ რეგლამენტმა დაადგინა სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მინიმალური სტანდარტები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტემპერატურა, როგორიცაა საპირფარეშოების რაოდენობა დასაქმებულთა პროპორციის შესაბამისად და მსგავსი ერთი შეხედვით პრიმიტიული საკითხები. დამსაქმებლების მხრიდან ხშირად ჩვენ ვისმენთ მათ შორის საჯარო სივრცეშიც იმას, რომ ასეთი საკითხები უნდა წესრიგდებოდეს ადგილზე სიტუაციის შესაბამისად დამსაქმებლის გადაწყვეტილებით და ამაზე არ უნდა იყოს საჭირო საკანონმდებლო აქტის მიღება. თუმცა განვლილმა პრაქტიკამ და განვლილმა წლებმა დაადასტურა ის, რომ დამსაქმებელი კეთილინებით სამწუხაროდ ძალიან იშვიათად შემოიღებს ხოლმე ისეთ ცვლილებებს სამუშაო ადგილზე, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს. აი მაგალითად, ჩვენ ხშირად გვესმის დასაქმებულთა მხრიდან ის, რომ გაუსაძლეს სიცხეში უწევთ ზაფხულში მუშაობა. მათ შორის შენობებშიც და შენობებს გარეთაც. ასევე ჩვენ ხშირად ვისმენთ იმას, რომ საპირფარეშოები არის მოუწესრიგებელი არაჰიგიენურ მდგომარეობაში, სასმელი წყალი მართალია არის დასაქმების ადგილას, მაგრამ არ არის სუფთა და ასე შემდეგ. სწორედ აი ესეთ საკითხებს არეგულირებს ეს რეგლამენტი და მისი სიცოცხლის უნარიანობა, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება იმაზე, შრომის ინსპექცია რამდენ მკაცრად და სკრუპულოზურად შეამოწმებს ამ რეგლამენტის დაცვის მოთხოვნებს დამსაქმებლების მხრიდან. შემდეგი პრობლემა, რაც ასევე იკვეთება სამუშაო ადგილზე, არის ის, რომ როდესაც ხდება სამწუხაროდ უბედური შემთხვევები, დამსაქმებლები ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ დაზარალებულს მოურიგდნენ, ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეული არასამართლიანი ვიტყოდი პირობა შესთავაზონ კომპენსაციის ოდენობის შესახებ და ამით დაზარალებულმა აღარ გააგრძელოს ჩივილი არც სისხლის სამართლის დევნის ორგანოებში და არც სასამართლოში სამოქალაქო სარჩელის გზით. ამისი მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, დასაქმებულთა ოჯახის წევრები იძულებულები ხდებიან, რაც შეიძლება სწრაფად ფულის თანხის მიღების
მიზნით დათანხმდნენ ასეთ პირობებს და უარს ამბობენ მათ შორის ხანგრძლივ სასამართლო წარმოებაზე. Შემდეგი პრობლემა, რაც ამ მხრივ იკვეთება, არის ის, რომ დაშავების დროს, უბედური შემთხვევის დროს არ არსებობს იურიდიული პირის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა სისხლისამართლის კოდექსში. ხშირად ხდება ისიც, რომ კი მართალია შეიძლება დაიწყოს კიდეც გამოძიება, მაგრამ არ დადგინდეს მაგალითად დამსაქმებელი იურიდიული პირის დირექტორის და ზოგადად როგორც იურიდიული პირის პასუხისმგებლობის საკითხი. ხშირად მათი პასუხისმგებლობა ასეთ შემთხვევებში ეკისრებათ უშუალო ხელმძღვანელებს, მაგალითად კონკრეტული სტრუქტურული ერთეულის ან დეპარტამენტის ხელმძღვანელს. სინამდვილეში დასაქმების ადგილას, როდესაც არის ისეთი პირობები ან გარემო შექმნილი, რომელიც იწვევს ხოლმე უბედურ შემთხვევებს, ეს გამოწვეულია როგორც წესი იმითი, რომ კომპანიის ხელმძღვანელი პირები არ უზრუნველყოფენ შრომის უსაფრთხოების ნორმებზე მკაცრ ზედამხედველობას. შესაბამისად, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ მათ და არა კონკრეტული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელიც არ ქმნის პოლიტიკას კომპანიაში. შემდეგი საკითხი, რაც ასევე იკვეთება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, არის ის, რომ საწარმოო შემთხვევების აღრიცხვა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვიანობა არის საკმაოდ მწირი. პრაქტიკულად არ არსებობს ამისი პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში. შრომის ინსპექცია მართალია ამ დოკუმენტაციას გამოითხოვს ხოლმე დამსაქმებლისგან, თუმცა ალბათ ტელევიზიითაც იშვიათად გვსმენია იმის შესახებ, რომ პროფესიული დაავადებები ან აღრიცხულიყო, ან გადაცემულიყო შრომის ინსპექციისთვის და შემდეგ ამას მოჰყოლოდა რეაგირება. პროფესიული დაავადება ერთ-ერთი მძიმე საკითხია ჩვენს ქვეყანაში, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეულ პროფესიათა ჯგუფები განსაკუთრებულად მოწყვლადები არიან ამ პროფესიული დაავადებების მიმართ, მაგალითად ასეთები არიან ექიმები, ასეთები არიან მეშახტეები და ისეთი პირები, რომლებიც ეწევიან მძიმე მავნე სამუშაოს. პროფესიული დაავადებების აღრიცხვიანობის მხრივ პრობლემა არის ის, რომ ერთი მხრივ კი მართალია კანონმდებლობამ უკვე დაავალებულა დამსაქმებელი, რომ სამუშაო ადგილზე აღრიცხოს პროფესიული დაავადებები და პერიოდულად შეამოწმოს დასაქმებულთა სამედიცინო პერიოდულად ჩაუდაროს დასაქმებულებს სამედიცინო შემოწმება. თუმცა ეს ნორმაც როგორც ბევრი სხვა ნორმა ჯერ ისევ ახალია და პრაქტიკაში ვერ ვხედავთ ჯერჯერობით მის გავლენას რეალურ შრომით ურთიერთობებზე. პროფესიული დაავადებების მხრივ ჩვენ პრობლემას ვხედავთ პროფკავშირები იმაში, რომ ერთი მხრივ შესაძლოა აღრიცხოს კიდეც, თუმცა პროფესიული დაავადება რომ არის გამოწვეული სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, ამ თვალსაზრისით პასუხისმგებლობის დადგენის პრეცედენტი ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ გვაქვს. აუცილებელი მინიმალური ცოდნა, რაც უნდა ჰქონდეთ დასაქმებულებს შრომის უსაფრთხოების შესახებ, არის ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამსაქმებელს და ის არის ვალდებული ერთი მხრივ გაატაროს ეს ღონისძიებები და მეორე მხრივ ასევე გააკონტროლოს ამ ღონისძიებების აღსრულება. დასაქმებლებს ხშირად ეუბნებიან, რომ თუ ისინი არ დაიფარებენ, ეს დამსაქმებლის პასუხისმგებლობა არ არის და მისი ბრალია და ამის გამო ასეთი ცნობიერების ჩამოყალიბების გამო დასაქმებლები ხშირად უარს ამბობენ სამართლებრივი დავის დაწყებაზე. რაც მინდა რომ თქვა ამ ვიდეოში არის სწორედ ის, რომ დასაქმებულები არ უნდა დაემორჩილონ, ასე ვთქვათ, ამ არასწორი ინფორმაციას, დამსაქმებლები ცდილობენ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობისგან თავის არიდება, სწორედ იმითი, რომ დასაქმებლებს არ წმუნდებენ, რომ ეს არ იყო დამსაქმებლის ვალდებულება. სინამდვილეში, თუ კი დასაქმებლები მიიღებენ სამართლებრივ კონსულტაციას, მას შეუძლიათ სამართლებრივი დავის დაწყებაც და გვაქვს, რა თქმა უნდა, წარმატებული საქმეების შემთხვევებიც.